Your Highnesses, თქვენო უდიდებულესებანო, თქვენო აღმატებულებანო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია რომ თქვენ მოგმართავთ დღეს. გულწრფელად მოვიკითხავ მის უდიდებულესობა შეიხ მიჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰიანს არაბთა გაერთიანების საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს, არაბთა გაერთიანების საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, ასევე არაბთა გაერთიანების საამიროების მთავრობის მაღალჩინოსან წევრებს. თქვენი გულუხვის სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის განხორციელებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლა შთამბეჭდ და გავლენიან შეხვედრად აქცევს. მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველა საკითხდღეოდ. აქ მყოფ გამორჩეულ მონაწილეებს აქვს ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენებიც, ახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერ და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი თანხმედრა, ხედვა და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს. საქართველოს ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ ჯვარედინად გვევლინება. საქართველოს წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთის და დასავლეთის შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკონტროლო როლი აქვს მსოფლიოს ძირითად რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოჯისტიკის და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შეძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში. 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბადება განხორციელდება MH ჯგუფის და Eagle Hills-ის მიერ. ეფექტური მმართველობისა და წანდახედული პოლიტიკის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკის ზრდას მიაღწია 9.5 მაჩვენებლით 2021-2023 წლებში. წინასწარი მონაცემებით 2024 წელს ეკონომიკის ზრდა 9.5% შეადგინა. საერთაშორისო ვალუტა ფონდის პროგნოზით საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალო პერსპექტივაში რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირ ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შესაძლებელი ქვეყნებს შორის და 2022-2026 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს ექსპორტის და საერთაშორისო ტურიზმიდან 2024 წელს გაიზარდა 7.8% და 6.6 მილიარდ დოლარის მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლება 7.3%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად საქართველოს ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ უფრო აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილობას. დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ დასთან ერთად შესაძლოა განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის გაუმჯობესებით. ჩვენი მთავრობის პირობებში ქვეყანა მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია ბიზნესისადმი კეთილმეგობრული გარემოს და შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში. საქართველოს ძალზედ ხელსაყრელი სავაჭრო ჩარტო საშუალებას აძლევს კომპანიებს ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზრით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები. მსოფლიო ბანკის ბიზნეს გარემოს კვლევით საქართველოს 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. 2023 წლის მსოფლიო ბანკის სამეწარმოო კვლევის შედეგად საქართველოს ბიზნეს გარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, მსოფლიო ბანკის ყველაზე დაბალ საგადასახადო წრეხის მქონე მესამე ქვეყნად რჩება საქართველო 9.9%-ით. ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მსოფლიო
ევროკავშირში 21 ადგილზეა და წინასწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის დიდ რეგიონში. ღია ბიუჯეტის კვლევის და საბჭოთა პარტნიორობის კვლევით საქართველოს პირველ ადგილზე გამჭვირვალობის მიხედვით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე საქართველოს პირველად მიაღწია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის უცხოური ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულირების ინდექსზე კვლავ მერვე პოზიცია დაიკავა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ინვესტიციების დანიშნულების ადგილად. Heritage Responses 2024 წლის ეკონომიკური თანამშრომლობის ინდექსში საქართველოს წინასწრებს 19 სახელმწიფოს ევროპაში სოფლიო სამართლის პროექტის ინდექსში საქართველოს პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, საშუალო შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის საქართველოს პირველ მშვიდეულშია. ხოლო გლობალური რეიტინგში ანტიკრიმინოლოგიურ ინდექსში სოფლიოში მე-20 ადგილზეა, ევროპაში მე-8 და ერთ-ერთი უსაფრთხო სოფლიოში. საქართველოს ბუნებრივი კავშირი წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით საქართველოს წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალო პერიოდში, რომელიც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ევროპას, ცენტრალურ აზიას და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამ ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს მთავრობა სიხარულით იღებს ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დიდი განვითარების და ლოჯისტიკის კომპანიების დაინტერესებას მიესალმებს საქართველოში. აბუ-დაბის პორტის ჯგუფმა მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს პარტნიორებთან, რათა მშრალი პორტი შექმნა საქართველოში და საკუთარი გამოცდილების გამოყენებით მოეხდინა ლოჯისტიკის გამართვა საქართველოში. ამით საქართველო გახდება საქართველოს პორტების დამაკავშირებელი ფართო რეგიონის სავაჭრო ცენტრებთან და ქსელებთან. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესსა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ხსენებული მოგეხსენებათ ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენს გამორჩეულ მაგალითს ეკონომიკური წარმატებისა. ესაა ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, მედეგიანობა და შენარჩუნება და ეკონომიკური დაუზრუნველყო. მისი პროგრესი არის შთაგონება და ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იმ აზრს, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას ძალუს ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. და ბოლოს გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება, სწორი ხედვით, დასახულობით და ერთიანობით ჩვენ უფრო ძლიერ და მდიდარ მომავალს შევქმნით. დიდი მადლობა.